ქვია ვეკო. ეს არის ნინი ჩემი და ვეხმარები ყველანაირად თარგმანში რაღაცები. მე მქვია ნინო დავითური. ვარ 17 წლის. მე ვარ ნინო ლებესება. 20 წლის. მე ქვია თომა ალმანაძე. 12 წლის ვარ. მე ვარ თამარ ნავრიანი, ვარ 29 წლის. მე ვარ მარიამ ბენიკერაშვილი. მინდა გითხრათ, რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. მე ვარ მაკა ჩხაიძე. ამჟამად ხელმძღვანელობ სპექტაკლს ინსი თბილისი, სადაც ჩართულები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპური განვითარების მოცეკვავეები. სცენაზე ძალიან უშუალოდ და სპონტანურად ხდება კავშირები ადამიანებს შორის. ეს ქორეოგრაფია მთლიანად დაფუძნებულია ამ კომუნიკაციაზე, რომელიც სცენაზე მოცეკვავეებმა უნდა დაამყარონ. სხვა შემთხვევაში ქორეოგრაფია და სპექტაკლი თავისთავად ვერ შედგება. და როდესაც წარმოვიდგინე, რომ შეიძლება ეს ინკლუზიური ჯგუფი იყოს სცენაზე, ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, რომ როგორ შეიძლება დამყარდეს ცეკვით ეს კავშირები. ინკლუზიის თვალსაზრისით ზუსტად ეს კომუნიკაცია და კავშირი არ არსებობს უმრავლესობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შორის. ცეკვის დროს გძნო ყველაზე ბედნიერად თავს. პატარა როცა ვიყავიო, ბალეტზე მინდოდა სიარულიო. და მასწავლებელმა უარი მითხრა, რადგან სმენდაქვეითებული ვიყავიო და ვერ შეძლებდა სწავლასო. ძალიან მეწყინაო. ჩემ ყველაზე დიდი სურვილია, რომ პროფესიონალური მოცეკვავე გამოვიდეო. ეს სპექტაკლი დადგა საშა ვალცმა. საშა ვალცი არის თანამედროვე ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. პანდემიის დროს შეიქმნა ეს სპექტაკლი ონლაინ. სტრუქტურული იმპროვიზაცია ეს ეძახიან, იმიტომ რომ სცენაზე ძალიან დიდი თავისუფლება არის, სადაც მოცეკვავე თვითონ განსაზღვრავს, როგორ იმოძრაოს, სად წავიდეს, რამდენჯერ გაიმეოროს მოძრაობა. ანუ ერთი ადამიანი თავისთვისაც ცეკვავს და ამ თავისი ცეკვით ქმნის ერთიანობას და ქმნის ქორეოგრაფიას ჯგუფთან ერთად. თუნდაც ვიყვებით ჩემ ბავშვობას. რაც ჩემო გამაჩინა საავადმყოფოში. ჩემს ეთქვეს, რომ დაუნესიდრებით არისო. უნდა დაგტოვათო და დარჩემა თქვა, რომ უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი შვილი ესეთიაო და ძლიერი დედა მყავს. ბრძოლობდა დედა ჩემთვის და გვერდში დამიდგა. ვიღა შეძლიერი გოგო ხარო და უნდა გამაგდეო. ახლა დღეს კარგად ვარ. მონდომებული ვარ. და ხერხი დამიბრუნდა. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რომ დავკვირვებოდი ეს ჯგუფი როგორ ყალიბდება. თითქოს იგივე პროცესს გადიოდნენ რეპეტიციაზე, რასაც ჩვენ როგორც საზოგადოება გავდივართ ახლა ამ თემასთან მიმართებაში. ეს ინკლუზიური გამოცდილება ამ დასისთვის პირველია. ეს არის თანამშრომლობა საშა ვალცის დასტუმრების და ინფორმ ინკლუზიური იდეების პლატფორმის. ინკლუზია ხდება ძალიან მაღალი ხარისხის მხატვრული ღირებულების ქორეოგრაფიულ ნამუშევარში. ეს არის ამ სპექტაკლის თავისუფლების პრინციპი, რომ შენ სცენაზე შეგიძლია გადაწყვიტო, როგორ სპექტაკლს თამაშობ, როგორც მოცეკვავე. ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში არის დედა ჩემთან ერთად ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში. მაშინაც პატარა ვიყავი და დედა ეხლა დამთავრდა და ჩემი ემოცია აინტერესებს და რაც იყო ჩემი სათქმელი თქვი დედა მეთქი მე აქ და მითკეთქო და ასე ამიხდა და ვთქევარ უკვე. ჩვენ არც ვიცით რა შესაძლებლობები არსებობს ამ ადამიანებში. იმიტომ რომ
ფიზიკურად არ მიუწვდებათ მათ ხელი ძალიან ბევრ შესაძლებლობაზე. ამიტომ აი ამ ტიპის პროექტებით ვცდილობთ, რომ რაღაც კომპენსაცია მოვახდინოთ იმის, რომ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილები დააკმაყოფილონ. მრავალ თელოვნებას თვითონ შეუძლია ადამიანმა შექმნას.